დირექციები ეს არის პროგნოზირების საშუალება დაბადების რუკა რო ავიღოთ 1 წელი არის 1 გრადუსი. ყველა პლანეტა თითო გრადუსით ყოველ წელს მოძრაობს. ოღონდ ჩვენი ნათალური რუკა ცასთან ის არ არის კავშირში. ცასთან არის ტრანზიტოლოგიის კავშირი, აი ტრანზიტები რომ ნახოთ ახლა რუკაში რა ხდება, ხო? და ცაზე რაც არის ის რომ დავადოთ ჩვენს რუკას. მაგრამ სიმბოლური დირექციები ზუსტად ის არის რომ ტრანზიტები იმ მომენტში არ არის კავშირში. თუ დავიბადე მაგალითისთვის ლომის საწყის გრადუსზე პირველ გრადუსზე. მზე რო შევიდა ლომის ზოდიაკოში. ეს იმას ნიშნავს ეს დირექციული მზით, რომ დაახლოებით 29-30 წელიწადში გაჩნია ხა 1 გრადუსი არის თუ 0 გრადუსზე. 30 წელიწადში ამ ადამიანის ფსიქოტიპი მზე შეიცვლის ენერგეტიკას. ცნობიერების გამოხატვის ენერგია იცვლება. ხოთ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მზით ლომი აღარ არსებობს. ბაზა არის, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურობაში შეიძლება ავლენს ჩვეულებრივად ზოდიაქოთი ლომს, მაგრამ უკვე ქალწულის ზოდიაქოში მისი მზე ხდება უფრო დეტალებზე ორიენტირებული, უფრო პრაქტიკული, მაგრამ შეიძლება დაიბადოს ბავშვი მაგალითად როცა გარდამავალი პერიოდი იყო, უნდა აი ლომის ბოლო გრადუსებია და მალე ქალწულში გადადის ზოდიაქო. ეს ნიშნავს, რომ მალევე მისი მზე გახდება ძალიან პრაგმატული, პრაქტიკული, ქალწულურად, ხო, ორიენტირებული დეტალებზე მაგალითად. მაგალითად, ადამიანი იყოს ძალიან მოწესრიგებული, ანუ თითქოს ქალწულის თვისებებს ავლენს ბავშვი. თქვათ 15 გრადუსი არის იქ მზე, 15 წელიწადში უკვე 30 გრადუსი იქნება, ან გადაცდება და შესაბამისად 15 წელიწადში ენერგეტიკა იცვლება. ანუ აი ესე თითო გრადუსი, თითო წელი, ესე ვარაუდობთ ხოლმე. ახლა წარმოგიდგენთ, ახლა მარტო მზე ხო არა გვყავს პირად რუკაში. გვაქვს უამრავი პლანეტები, სახლები, ასპექტები, მათ შორის და ეს მოძრაობს. და დირექციების შემთხვევაში პროგნოზირების საშუალებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დირექციებში ვნახოთ ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები. აი ამ და ამ წელს მაგალითად აი ამის შანსი მაქვს. ნუ მანდ უყურებთ ხოლმე ხა მიცერკვევით ასტროლოგიაში მართლს. დირექციებში არის ასევე საინტერესო პლანეტები, როგორ იცვლიან მდებარეობას და ესეც ენერგიის სრულად გარდაქმნა არის და შეცვლა არის. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასციდენტს. აი როცა ასციდენტი და დესცენდენტი იცვლება. საერთოდ ენერგეტიკა იცვლება, გარეგნობა იცვლება, ვიბრაცია იცვლება ადამიანის ვიზუალური, ენერგეტიკული ველი, აი იმიჯი იცვლება ადამიანის საერთოდ. და პარალელურად სხვა ადამიანები შემოდიან უკვე მის ცხოვრებაში და საერთოდ სხვა კატეგორიის პარტნიორები მოდიან. და ეს არ არის მარტო სასიყვარულო პარტნიორები, ეს არის ის ხალხი რა კატეგორია ჩვენ ცხოვრებაში შემოდის.